ანუ რადგან მედალიონს ორი მხარე აქვს, ამბავი რომ ზუსტად გავიგოთ, მოვედით დედამთილთან გულნარასთან. ქალბატონი გულნარა მინდა. ქალბატონი გულნარა. დღესაც ოჯახურ დრამაზე ვსაუბრობთ, ასეთ ამბებს, როდესაც გვიყვებია, მგონია რომ სცენარისტის დაწერილია და ვერც კი წარმოგვიდგენია რომ ჩვენს ირგვლივ რეალურ ცხოვრებაში შეიძლება ქალებს ასე ექცეოდნენ. დღევანდელი ჩემი სტუმარი სპეციალურად ჩემთან სახლში მოვიწვია, იმიტომ რომ მას არ აქვს სივრცე, სადაც უსაფრთხოდ იგრძნობს თავს და ამ თემებზე ისაუბრებს. თქვენ დღეს მოისმენთ დაუჯერებელ და გაუგონარ ამბებს, წარმოუდგენელ სიგიჟეებს, რომელიც მართლა ვერ წარმოგიდგენიათ, რომ 21 საუკუნეში შეიძლება ხდებოდეს და დედამთილი ასე განსაზღვრავდეს რძლის ცხოვრებას. გარდა იმისა, რომ თქვენ ნახავთ ამ სიუჟეტს, მინდა რომ თქვენგან ამ ქალბატონმა, ჩემო დღევანდელი გადაცემის სტუმარმა იგრძნოს თქვენი მხარდაჭერა და თბილი უკავშირი და იგრძნოს, რომ მარტო არ არის. რამდენი წელი იყავი ამ რაღაცა ტყვეობაში? 22. 22 წელი ძალიან ბევრია ტყვეობისთვის. ასე დროს სულ მინდა ქალებს ვკითხო, როგორ ვერ დააღწიეთ თავი ჯოჯოხეთ? ვითმენდი ბავშვების გამო. რომ არ წაერთმიათ მაგალითად შვილები, იყო მუქარები დედოფის უფლების ჩამორთმევაზე. და ყველაფერს იზამდნენ? კი, ამათვის ეგ არ იყო პრობლემა. ნაწილობრივ მიაღწიეს არა? ნაწილობრივ კი, მაგრამ იმედი მაქვს რომ აღდგება სამართლიანობა. და დროებითია ეს ყველაფერი. პირველად როდის მიხვდი რომ ოჯახში, სადაც მოხდი, სადაც გათხოვდი, სადაც ჩვენს მეუღლეს გაყევი, თუნდაც სასახსრელად, ამ ოჯახში ყველაფერი არ არის მწყობში. პირველივე ბავშვი რომ ყავდა 2-3 თვის. იქიდან მე მინდოდა მე იქიდან თავის დაღწევა. რითი მიხვდი? არ იყო ისე იქ მუშაობის აკრძალვა, ელემენტარული არანაირი ჩემთვის შემოსავალი არ შეიძლებოდა რომ მქონოდა. კიდევ ის უფლება არ ქონდა? ელემენტარული მშობლებთან წასვლის, დარჩენის არაფრის რომ თუ გინდა წაგიყვანთ, თქო თავზე მედგა იქაც მაქსიმუმ 2 საათი. ის ერთად ვიყავით ხოლმე ასე ყველა. მეუღლე. და როგორ ხსნიდა დედამისთან ურთიერთობის უფლებას, რატო არ გაძლევდა? ვითომ არ ეცალა, ვითომ ესე რაღაც იქ ჩემებთან თორე ისე არა შენ წადი სადაც გინდა. შვილებს, ბავშვს ვერ წაიყვან პირველზე მე უკვე ბავშვებს. უკან ვეღარ მოხვალ. არ უნდოდა რომ აი მის თვალს იქით ყოფილიყავი და მუდმივად კონტროლის ქვეშ. მაღაზიაში რო გავიდოდი რატო არ დამერიკე თუ თქვა და არ იყო სახლში უნდა დამერიკათო. 22 წელი იცხოვრე ამაში? კი. ვიცხოვრე, იმიტომ რომ ვითმენდი შვილების გამო. იყო მე რაღაც რომ აი ვეცდებოდი წასვლას რაღაცა, მე პირველად რო ვეცადე, უფროსი გოგო მყავდა 2 თვისავე დაახლოებით და წადი, მაგრამ მაშინ დაიმბუქრა თავის მოკვდით. და მე შემეშინდა უკვე. მართლა რომ რამე დაუშავოს თავს ან შვილს რა პასუხი გავცეა, ჩემ თავს მეთის წინაშე როგორ რაღაც. ნუ მე რაღაცა პერიოდი ის როგორ თქვა გამოსწორებისავით რაღაც 2-3 თვე მე ისე ირეო და მიხვეწია კიდეც რომ გეხვეწები დავშორდეთ ხომ ხედავ რომ დედა შენი ვერ მიტანს. თავი პრობლემა დედამთილი იყო? ალბათ კი, იმიტომ რომ თვითონ იყო დედამისზე მიჯაჭვული მუდმივად. გვეწყოდა ესე დედამისს რომ ელემენტარულ წნევაც აეწეოდა, დაგხოცავთ, არც ერთი არ მიდიხარ თუ დედა ჩემი არ მეყოლება. მე გავშორდეთ, თუ ჩვენს გამოკვდება, ჩვენ ცალკე ვიცხოვრებთ. ვეხვეწ ერთხელ 4 შვილი მყავდა უკვე. მე დაადგნა კიდეც ბავშვები პირზე როგორ არ თქვია ეს, მაგრამ ვერ აღიარებინეს, რომ თუ გახვალ ამ ზღურბლს თუ გადახვალ მე მითითა კარებისკენ, ტყვიას დაგახლი, დაგამკეთებლის და დაიგინა. შენ სანამ ცოცხალი ვარო, ჩემი ყოფილი ცოლიო არ გერქმევაო. მაშინ შემეშინდა ისე სერიოზულად იყო გაბრაზებული, რომ მეთქი მართლა რომ რამე დამიშაოს. იმდენად შეურაცხადი იყო და ის რომ მეთქი ისე კაი, რომ გაგებული როგორც მის ფსიქოლოგია და რაღაცა და კაი, მოვითმენ ცოტასე. თან ამ დროს რომ ტირიბდა რაღაც და
შვილები, პატარა ხელებით რომ იმფრალებენ ცრემლებს რაღაც და დედიკო ცოტაც მოითმინე. ჩემი ბიჭი იყო მაშინ ალბათ 3 წლის. დე ცოტაც მოითმინე, გავიზრდები და მე გიშველი. და აი ამ ყველაფრის გამო ხა შვილებიც რო გეუბნებიან რომ დე ცოტაც, აი სულ ცოტაც მოითმინე, სულ ცოტაც და გადის ამასობაში დროც. დედამთილის დამოკიდებულება შენს მიმართ რომ მოგვიყვა. მაყურებელმა ვიცი, მაყურებელმა მინდა ანომალიურობა დაინახოს ამ ურთიერთობაში. ჩემთვის ყველაზე მეტად საგანგაშო იყო ის რომ შენი შვილი წაიყვანა. აიყვანეს ზედა სართულზე. მერე ბავშვი ისე რაღაც 2 დღეში გახდა ცუდად გააციეს თუ რა ვიცი, ვერ მიხედეს ისე. მერე ჩამოვიდა ისევ, სანამ არ გამოვაკეთე, იყო ჩემთან. ანუ სიტუაცია შენ სანამ იქ ვიყავ. პირველ სართულზე ცხოვრობდი და შენი მეუღლე დედამისთან ზემოთ. დედამისთან ცხოვრობდა. ამასობაში თურმე ამ პერიოდში იწვა ღამე დედასთან? კი, მაღლა ეძინა. თქვენ ქვემოთ ცოლს. და ჩემ პატარა შვილებს. ანუ შულს გააჩენდით, აიყვანდნენ თავისთან. არა, ეს ბოლო პერიოდი ვიყავით დაბლა, ბოლო წელიწად ნახევარი, იმიტომ რომ ვიყავი წასული ჩემებთან, არც იქ არ გამაჩერა, დამემუქრა ტელეფონზე ჩემი ძმებით, რომ არ გაახარებდა მათ არც სამსახურში, არც ტრასაზე ვერ გავიდოდნენ, ყავდა ამისთვის შესაბამისი ხალხი. რომელსაც დაავალებდა მათ სამსახურიდან მოხსნას. იყო კიდე მინიშნება იმისი, რომ თუნდაც ჩადების, არ ვიცი რა გულისხმობდა, მაგრამ იყო ეს მინიშნებაც. მე უკვე შემეშინდა ამ ყველაფრის და წასული ვიყავი და ამიტომ დავბრუნდი. თუმცა ეს ჩემმა ეხლა გაიგეს. მათ იცოდნენ რომ შევურიგდი უბრალოდ. ამას ნამდვილად ვერ ვეტყოდი ჩემ ძმებს, რომ თქვენ ის დამემუქრა და ამიტომ 4 შვილი ყავს დღეს, მაგრამ მას შესაძლოა პირველი შვილი გააჩინა და ეს იყო რამდენი წლის წინ? 22 წლის. 22 წლის წინ პირველი შვილი გააჩინა, დედამთილმა ეს ბავშვი გაიყვანა შენი სივრციდან. ერთად ცხოვრობდით ერთ სახლში, მაგრამ მას უნდა მიეხედა მის შვილს, უსასე ვთქვათ. მათ იცოდნენ, მე არ ვიცოდი. ვერც ვუვლიდი ვითომ არც წამალი, არაფერი მე არ უნდა გამეკეთებინა მისთვის. მხოლოდ ყვება და მორჭი. ბევრჯერ დამithვლია 6-7 თვე რომ 5 თეთრი არ მქონია. თვეების ტელეფონი არ მქონდა ხოლმე. იყო რომ კედელზე შემოწყვიტებაც, იმიტომ რომ რეკავდა და მე ბავშვებთან რომ ვიყავი და ვერ გავიგე როდის დაჯდა ის ტელეფონი და რას ქვია მე გირეკავდა, შენ არ უპასუხე და კედელზე შემოწყვიტება ტელეფონების. მერე თვეობით არ მქონდა. რადგინა ტელეფონი, დედამთილიც რაში ჭირდება მას ტელეფონი, ანუ ყველანაირად რომ არ მეკონტაქტდა ჩემებთან და არავისთან არ მაჩერებდნენ, აი არ ვიცი, ყველა და ყველაფერი ჩამომაცილეს. ყველას ვერ იტანდნენ რომ ჩემები ვინმე მოდიოდნენ. ყველანაირი ურთიერთობა გამაწყვეტინეს. შემდეგ გაჩნდა მეორე, შემდეგ მესამე გაჩნდა, რომელსაც შემდეგებზე უკვე ცოტა მეტი, ანუ ვეღარ მაშობოდნენ და აი ბოლოს უკვე გიორგი სულ ჩემი გაზრდილია. რომ იტყვენ ახლოს არ გამიკარებია და ამას ვერ იტანდა. დედამთილი, მითხარია ჩემ ზედმეტად გიყვარსო და აი რაღაც როგორ თქვა, აი რაც არ სიამოვნებდა ძალიან ეს და აი რაღაცნაირი მინიშნებით მითხრა, რაღაცას მიმანიშნა, მაშინ ეხლა ხვდები უკვე. თავიდანვე არ მოყვარდი ამ ხალხს. ზოგადად ხევსურების მიმართ ქონდა, არ ვიცი რატომ. ურზე დამთავრებულ გვარს ვერ ვიტანო, ამას იძახდა სულ. და ბევრჯერ მithქვია, მიტირია ჩემქვართან, რომ თუ იცოდი ასე, რისთვის მომიყვანე, იმისთვის რომ აი რაც მთელ ვთქვათ, აი ეს სიძულვილი ქონდა ჩემზე ეყარა, მეთქი ეს ისა. რომ დავბრუნდი ბოლოს ჩემებიდან და მე იქაც მოტყუებით მომიყვანა მაშინაც, რომ ვითომ ცალკე ვიცხოვრებდით. მე უკვე ძალით გამიშვა დედამთილმა დაბლა და მესამე შვილის ეპიზოდი მაინტერესებს, როდესაც გოგო იყო, 3 წარსული ვიყავი და მუცელს გაშორებინებდნენ. კი, ბიჭს ელოდებოდნენ. ბიჭი უნდათ მესამეზე რომ დავრჩი ფეხმძიმედ. წამიყვანეს სქესის გასარკვევად. ექიმმა გითხრა, რომ მიბადებოდა გოგო. გულში სულად სრულობდი, ვევედრებოდი ღვთისმშობელს, რომ თუ გოგო იქნებოდა არ მოეშორებინათ და მარიამს დავარქმევდი. მიყო გოგო, იქიდან წამომიყვანეს
კლინიკაში და რა ვიცი მე ვთვლი რომ ეს იყო სასწაული რადგან სულ რაღაც წინა დღის გამოსულიყო მეგონი ეს კანონი რომ ექიმსაც და დედასაც იჭერდნენ ბევრი რაღაცა ელაპარაკა ექიმს მახსოვს შესულიყო მე გარეთ ველოდებოდი თუ ქმარი დედამთილი ქმარი მანქანაში იცდი და ხმას არიღებდა და შული უნდა გაგეჩინოს თუ არა იმიტომ რომ ქმარს იქ ხმის ამოღებში მე ვიჯარებთ არც სული იყო ნანიშინო და არ ვიცი მე დერეფაში ვიცდიდი და ექიმმა რომ ესე ჩხუბით გამოიყვანა მახსოვს რომ რეებს ლაპარაკობთო ქალბატონო ეხლა მე რომ მეც დავიჭერენო და ამასაცო არავითარ შემთხვევაში აქედან წაიცო და რაც გინაჩის კენითო და ეს რო გაიგო ეს კანონის შესახებ არ იცოდა რომ გამოვედით ჩემმა ქმარმა როგორც იქნა ამოიღო ხამა კანგალით რომ აი რაც არის აი ეს მახსოვს რაც არის სადაც ისორი ამისამისაც გავსრდით მაშინ არ ვფიქრობდი იმაზე მარტო იმაზე ვფიქრობდი რომ გადამირჩა შვილი და მე მოხდა მართლა სასწაული ღვთისმშობლობას დაიბადა ჩემი მარიამი აი რა დადგა თუ არა დღის 12 საათიდან მკიოდა მუცელი და ღამე სანამ არ დადგა 20 რიცხვი რომ დაღამდა და პირველი 5 წუთზე დაიბადა 5-დან 10 წუთამდე აი ესე გაჩნდა ღვთისმშობლობა რო დადგა ოღონდ დედას ვიცავარ და მის თავს ვიცავარ არ ვიცოდი რომ ღვთისმშობლობა თენდებოდა ისე ვიცოდი რომ უნდა მარიამი დამერქმია თუმცა ესეც არ უნდათ მთელი ორსულობა არც მეკითხებოდნენ რა უნდა დამერქმია თვითონ სხვა უნდათ მამი და მისი სახელი რომ დარქმეოდა ბავშვს და ბოლოს როგორც იქნა გაახსენდათ რომ შენ რისი დარქმევა გინდა ძალიან გრუბად და მე მარიამს ვარქმევ მე როცა ისევ ჯოჯოხეთში ცხოვრობს ქალი შულს რატოა ჩანს კიდე ახალს და ახალს რა ინსტინქტი გამოძრავებთ მაგ დროს ანუ ნახეთ რისი ახსნამი და აი მოძალადე ქმარი მოძალადე ირგვლივ სამყარო შავი არაფერი თქვენს ცხოვრებაში არ ხდება არაფერი თქვენ არ ჩვილების მომავლის იმედით რომ აი მე ისინი გაგიყვანენ აქედან გაგიყვანენ ერთიად და ხო რაღაცა შეიცვლება რომ გაიზრდებიან უკვე ცხოვრების აზრს იჩენთ რა ცხოვრების მოტივს იჩენთ ხო მესმის ბიჭი რო გაჩნდა რაღაც დაგიფასეს არცე ეგ არ უნდათ ძალიან უნდა ცხაშორის მეგონა რომ აი მართლა რაღაც შეიცვლებოდა ბიჭის დაბადების შემდეგ ბავშვს სიმწარეები გამოატარეს რას გულისხმობთ ჩვენც რომ ჩხუბიც ცემაც გინება ლანწვა ბავშვზე ვინ კი მამამისის და ბებიამისიც და რატო ზოგადად რო არ არიან ჯანმრთელები იმიტომ ალბათ და ეს ყველაფერი შემოატირალეს ისე რომ ვითომ მე ვცემდი მე ვიყავი ყველაფერი მე დავემუქრე სინამდვილეში თვითონ იყვნენ ჩემი დედამთილი თვითონ დავემუქრა ბოლოს უკვე დაბლა რომ ვიყავი ბავშვებთან ლაპარაკობდა ეს კი მე იქ არ ავდიოდი ისე მოცაერთოდ არანაირად და მოიქცესო ისევ აი მაგალითად ყოველდღიო ფეხები გვბანოს უყრით ჯოკა დაგვიდგესო და იყოსო აქო თუ არა და სხვანაირად ჩვენთან იქნება რაღაც ნუ არ არის ჯანმრთელი ადამიანის ფიქრები და ლაპარაკი ხომ ესეა მაგრამ იმდენად манипуляტორი ხალხი არიან რომ მალავდი კიდეც რომ მეთქვა ხალხში ხალხს ეგონებოდი ალბათ გიჟი იმიტომ რომ გარეთ სხვანაირ სახეს აჩვენებდნენ ამას მალავდნენ ალბათ ეხლა გამოამშყავნეს უფრო ბავშვები როგორ წაგართვეს მარიამი და ნანიკო ვერ წამართვეს და ვერ წამართვევენ ეგ არის გამორიცხული უფროსი გოგო უფროს გოგოს დააწერინეს განცხადება თავიანთან ერთად თვითონ ვცემე შემდეგ ჩემ პირველ ადვოკატთან აღიარა ბავშვმა რომ სპეციალურად გააკეთა ეს რატო მამამისი რომ გადაერჩინა იცოდა რომ მე უნდა მეჩივლა და 2 დღით ადრე დამასწრო მამა ჩემიც რო არ ეჩივლო იმიტომ ვიჩივლე ტყუილე თქვა ანუ ბიჭზე ფიზიკურად ძალადობდნენ და ანუ თქვენ ამბობთ რომ ძალადობით აღწევენ იმას რომ ბავშვს თქვენთან ადისტანცირებენ კი მაგიტომაც მივმართე სოციალმსახურებს და ეს რომ ბავშვზე ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ იმიტომ რომ მე რომ მივდიოდი სახლიდან
წავედი იმის გამო, რომ ამეღო ჯანმრთელობის ცნობა. რომ ვიყავი ჯანმრთელი. ერთი ორი ეპიზოდია, იმიტომ რომ ერთი რო გაავრცელეს რომ თითქოს თქვენი გიჟი ვიყავით, მადგებოდნენ ასე და გიჟი ხარ, სამკურნალო ხარ. რომ მივდიოდი ჩემ გიოს უთხარი, რომ თან სუთავზე გვედგა და რაღაც ერთი წამი ვიპოვეთ და ბავშვმა მითხრა რომ დე იცი გისმეს მამა რო იცოდე. მე ეს არ დავიჯერე, თურმე კამერა მეყენა სახლში. ფარული. არმა კამერა დაგიყენათ. ხელმოსაჭირო არაფერი არ ქონდათ ნანუკა ჩემთვის რომ რაღაცით შვილები წაერთმიათ დააყენა კამერა და ამოჭრა წამიერი ვიდეოები სადაც უბრალოდ ჩემი და ჩემი 14 წლის გოგოს ჩხუბის ხმა ისმის აი წამებში იმიტომ რომ სკოლა გააცდინა თუნდაც მე დღეები აცნიდა სკოლას ერთი დღე ერთი მომატყუა მეორე მესამე მიაყოლა ასე და მეთქი არ მინდა ესე ხო ერთი გაპატიე მეორე რაღაც მესამე ხო და მეთქი როდემდე აი ესე ჩხუბდა იმანიცი სხვა ტიპის ბავშვია რაღაცები აკიმდება ბოლო ხმაზე კივის წივის თავისი რომ გაიტანოს ასე ვთქვას და ამაზე თქვა კიდეს ისაუბრა რომ იქ არაფერი არ იყო და უბრალოდ მარტო ხმები ისმის ოღონდ იქ არაფერი სხვა აი ესე წამიერი ვიდეოები მიიტანა პოლიციაში და დაწერეს განცხადება რომ ფარული მიყურადება სისხლის სამართლის დანაშაულია. ხო და ზუსტად ეგ მინდა ბევრჯერ ვთქვი, ვახსენე რომ ჯერ ეს კადრები საიდან მოიპოვა, რატო ამოჭრილი, რატო არ არის სრული, იმიტომ რომ თავიანთი დამალეს. მომაყენა პოლიცია. აბსურდ, აი საერთოდ წყვილზე დაწერა დედამთილმა რომ დავემუქრე მოკლით და ჩვენ შემეშინდაო და დამადგა პოლიცია და ამიყვანეს. რაცაც მიჩივლეს და რაც დაწერეს, იქ ყველაფერს თვითონ აკეთებდნენ, რომ შემოატრიალეს ასე თქვა, თავიანთი ყველა გაკეთებული ბინძური საქმე რო თქვა შემაწმინდეს მე. ონკოპაციენტის ნაწილში, იმიტომ რომ დიაგნოზი ჰქონდა? კი, დამიდგინდა სიმსივნე. ამან არ შეცვალა მათი დამოკიდებულება? პირიქით, ანუ თითქოს ხედავდი მიმაცახეებზე, რომ აი როდის მოკვდები და ამის ყველაფერს აკეთებდნენ. რომ მოვედით სახლში, მე თუმეტეს რომ ჩემ ქმარს ექიმა თვითონ უთხრა, რომ თი ესე და ესე პატარა მძიმეც არ უნდა აწიოს, რაღაცა ესე დარიგებები მიცა. სახლში რომ მოვედით, დედამისმა კითხა, რა უთხრაო ექიმაო, ძალიან აგრესიული ტონით და რა ვიციო სიმსივნეო და შენ ყურით გაიგეო? იქნები იტყუებაო, რომ საქმე არ აკეთოსო. ну იმის შემდეგ რა თქმა უნდა, მთელი შეიძლება 3 წელიც კი ვიღარე ისე რომ აი თუ რამე მძიმე არსებობდა, იმას მაწევინებდნენ, ყველანაირად აი ისეთ სახებით მეყურებდნენ, რომ როგორ არ ყვდები. მე ამკივდა ნაულის პუშტიან და გავხდი სასტრაფოდ მისაყვანი, იმიტომ რომ წაიყვანე რა არ მოკვდეს. მე ჩვენ დაგვბრალდება, ისინი იყო მთელი სიტყვები. ეხოზე თავისთავად გამოჩნდა ის უზარმაზარი სიმსივნე, ვითომ მაშინ გაიგო, მაგრამ აღარ თქვი არაფერი, რომ მეთქი ექიმებთან ხო არ დავიწყებდი იმას, რომ აი 3 წელია იცოდა. მაგრამ ეხლა არ გაუგია და იტყუება. პირველი ოპერაციის შემდეგ სახლში გამოვედი. ეს ძალიან ნანობი, იმიტომ რომ ლამის სიკვდილამდე მიყვანეს. შეიძლება 10 დღეც კი მშიერი ვიყავი. იმისთან სიტყვები მესმოდა, რომ ჭამლის სურვილიც მიქრებოდა საერთოდ და ერთი დღეც არის და არ იყვნენ სახლში და დაურეკა ჩემ გოგოს. უპასუხა, იყო ბებიამისი. დედა შენიო ნახეო? და ბავშვმა უთხრა არაო. მერეო შედი ნახე, აბა მოკვდა თუ ისევ ცოცხალია. ეხა შამესმის ეს ხმა ყურებში და ბავშვმა გაუთიშა. მარკაცა და მომიტრიალდა და ეხლაც არ გჭირა რომ შენი სიკვდილი უნდათო და ამ სიტყვებმა და ამ ყველაფერმა არ ვიცი რა ძალა მომცა ავდექი ჭამე მოუწეს იგი ბავშვებს მივხედე სახლს მივხედე და რომ ჩამოვიდნენ და ყველაფერი ესე დახვდა სოფლიდან რომ დაბრუნდნენ იმ საღამოთივე სახები წაიშალეთ ცოცხალი რო და ხო მეორე ოპერაციაზე უკვე აღარ გამოვედი სახლში წავედი ჩემ იქაც 2-ჯერ ან 3-ჯერ მომიყვანა ბავშვების ანახავად 15 წუთით ყველას დიდი. და იქიდანაც რომ მოყავდა ისეთ საშინელებებს ეუბნებოდა ბავშვებს.
ჩემი გიორგიც უპატარა იყო, რომ ვითომ მივატოვე, ვითომ სხვაში გავცვალე, აი ნუ რა ძალიან საშინელებებს და ვინძურ რაღაცებს რა, ფსიქოლოგიური ცენტრი რომ არის. იქ წავედი პირდაპირ. რომ მოუყევი ეს ყველაფერი გადაირია ადამიანი კარგი. და შენ ვის უნდა დავუმტკიცო? ხარა შენ ჯანმრთელობის. შენ უკვე ჯანმრთელი ხარ აქ რომ მოხვედი შენ ფეხით. ვის უნდა დავუმტკიცო? რას უმტკიცებო? შენ კარგი იურისტი გჭირდებაო. ბავშვების დაბრუნების თემა რა ეტაპზეა? პროკურატურაში შეტანილია? შეტანილი გვაქვს. სასამართლო განხილვებით დაწყებულია? ნინო კიგიპოვია ოქროს ადვოკატი? კი. ნინო მართლა არ ვიცი. ეხლა ვამტკიცებთ რომ ჩემგან რო არა ეს მომაწერინებდნენ ხელს მაწერინებდნენ ხელს საპროცესოზე. კი, საპროცესოზე, რაც არ ვიცოდი, მართლა არ ვიცოდი, საიდან უნდა მცოდნო და ჩემი ადვოკატი მეუბნებოდა რომ ვიცი რა, არა, აღიარება არ იქნება, არ აღიარებდა. ამ დროს თურმე აღიარებაზე მაწერინებდა ხელს, მე ეს არ ვიცოდი. სასამართლო მიდის და ცდილობა გაქვს რომ შვილები დაიბრუნა. კი. და მინდა რომ ყველაფრის გულისთვის დაისაჯო კიდეც. ჩემი მხარდაჭერა, სრული მხარდაჭერა და ძალიან კარგი მაგალითი ხარ სხვა ქალებისთვის, ყველა ქალისთვის, რომელიც ძალადობის მსხვერპლია, რომელიც ძალადობაში ცხოვრობს, რომელზეც ძალადობენ, ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ სივრცე უნდა დატოვოს, იმიტომ რომ 22 წელიც რომ გავიდეს, ის 22 წელი მისთვის იქნება ჯოჯოხეთი და ბოლოს მაინც ძალადობიდან წამოვა. ანუ რადგან მედალიონს ორი მხარე აქვს, ამბავი რომ ზუსტად გავიგოთ, მოვედით დედამთილთან გულნარასთან. ქალბატონი გულნარა მინდა. ქალბატონი გულნარა. გამარჯობთ, ქალბატონი გულნარა. თქვენი ძალიან ჩემი გადაცემის სტუმარი და რაღაც ამბებს ყვება, რომელიც საჭიროებს გადამოწყებას. დიახ, გამარჯობთ. კარგად, ხო როგორ ხარ? ადვოკატის გარეშე მე ვერაფერს ვერ ვიცი. ჩემი ძალი რას ლაპარაკობს, რას არა ეს არ ვიცი, მაგრამ ადვოკატთან ყველაფერი მომეცით ნომერი მაშინ თქვენი ადვოკატის. მე არ ვიცი, ჩემი შვილი არ არის ახლა სახლში. თქვენი ტელეფონის ნომერი რომ მომცეთ და დაგირეკავთ ჩემ პროდიუსერი. ჩემი და ჩემი შვილისაც პრობლემა აქვს. დიახ, მითხარით? 574. დიახ. თქვენ დარწმუნებული ხართ რომ არ გინდათ ხო პასუხების გაცემა? და ძირითადად თქვენზე საუბრობს. მე რა. ეს რა საუბრობს და რა საუბრობს დიახ. კარგად. კარგად. არ მეტყვი ჩემს მნიშვნელოვანია ბავშვების საკითხია, ეს ბავშვები რო იყვნენ დედასთან. დროს ხო უკეთესია რომ ბავშვები დედასთან იყვნენ. მე ხო თქვენც არ იცით, იყვნენ მე ჩვენ პრობლემა რა გვაქვს. არა, ყველა მიცი ზოგადად რომ ბავშვი სასურველია რომ დედასთან იზრდებოდეს. თუ დედა კლავს ბავშვს? კლავს? ხო, თუ ესეთ შემთხვევაში შვილს არ უნდა ეგ ჩემი არ არის, კარ ჩემი გასარკვევდება საერთოდ არაფერი ადვოკატთან. უბრალოდ ბავშვია თქვენთან და ხაჯობე რომ დედასთან იყოს. იყოს შვილო, იყოს. მე რა მოსარაფერი. დიახ. ისაც ბავშვი გავზარდები ის და ისაც ყოფილიყო ჩვენთან არც ის ხელი არ მეკლია ჩვენ. მე ნანუ ბავშვი მე თქვენ ახსაც უყურებ და ყველაფერს არ ახლა ისტორია რომ მე ავგავარჩიო და არც პოლიტიკოსი ვარ, მაგრამ დაინტერესებული ვარ ოჯახითაც, ქვეყნითაც, ყველაფრითაც. და სინამდვილე მინდა უბრალოდ რომ მე გაშუქოთ სინამდვილე. აუცილებლად. ნახეთ როგორ არის მე მაგიტომ მოვედი აქ. მე მაგიტომ მოვედი აქ, მე შემეძლო თქვენთან არ მოსულიყავი. მე მაგიტომ მოვედი, ანუ ის ყვება თავის ამბავს, რომელსაც უშოვთ ეთერში და მაგიტომ მოვედი თქვენთან გადასამოწმება და ადვოკატსაც დაუკავშირდებით. ჩვენ რა თქმა უნდა დაუკავშირდით ადვოკატს. თხოვეთ რომ მოეცეთ ჩვენს საშუალება მოგვესმინა მათი პოზიციისთვის, თუმცა ადვოკატმა ინტერვიუზე უარი გითხრა. და სხვათა შორის დიდი ლოდინი და ფიქრი არ დასჭიროებია ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის. შესაბამისად, ჩვენ ისევ ტოვებთ ღიას ჩვენ შეთავაზებას და თავაზობთ ოჯახს, თუ მოინდომებენ, თუ გადაწყვიტავენ, რომ საკუთარი პოზიცია, სიმართლე და ამბავი გაასაჯაროვონ, ჩვენ მზად ვართ მათ ეთერი დავუთმოთ. ჩვენ ჩამოვედით ქუთაისში, ზოგადად იდეაში თუ ვიგებ, რომ არსებობს ისეთი ამბავი, რომელიც სტერეოტიპებს ანგრევს და ამსხვრევს, მე ვცდილობ, რომ მე იქ მივიდე და ეს ამბავი თქვენამდე მოვიტანო. მე ჩამოვედი ქუთაისში, იმიტომ რომ თქვენ დაგანახოთ, რომ დედამთილ შეიძლება რძალი უყვარდეს. ხუმრობ, მესმის რომ ბევრნი ხართ ასეთები და რძალსაც დედამთილი.
და არ დედამთილ ძლობდნენ. და ხა მოდი ვთქვათ, რომ ძალიან ბევრიც არ ხართ, ვინც არ დედამთილობთ და ძლობთ. გამარჯობა. როგორ ხარ? სასიამოვნო. ჩემთვისაც, დიდი მადლობა. მე ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი, ჩვენ ჩამოვედით იმის საჩვენებლად, რომ შეიძლება რძალს დედამთილი უყარდეს. მხოლოდ მე არა, ბევრ ძალს უყვარს ალბათ დედამთილი. არა, რა თქმა უნდა. მაგრამ მოდი შევთანხმდეთ, რომ უფრო ბევრს არ უყვარს. არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მიყვარს. გამარჯობა, როგორ ხარ? ძალიან მიყვარხარ. უღრმესი მადლობა. გამარჯობათ, როგორ ხართ? როგორ ძალიან კარგად ხართ, გამარჯობა, როგორ ხართ? სასიამოვნო იყო, მე ჩემი ფეხი. ვაიმე, როგორი ტორტია გავგიჟდები. ანუ ქუთაისში შეიძლება მარტო ესეთი ტორტი რო დაგახვედრონ. მხოლოდ ქუთაისში, სხვაგან არსად. ჩემი რეაქცია კიბილ-წიბილი თავში იყო. ვაიმე, ქველმოქმედების გმირებიც. აუ, ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი, ჩვენ დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ დედამთილი შეიძლება იყო ეჭვიანობის გარეშე. თუ არა? შეიძლება. ანუ ყველაზე მეტად დედებს რა უჭირთ? შვილებზე ხელის გაშვება, ბიჭებზე. ძალიან ძნელია, მაგრამ გაუშვი. ანუ თქვენს გაგიჭირდათ? არ გამჭირვებია. რის ხარჯზე? ფიქრობ, რომ საჭირო ასე არის და უკეთესი. ანუ პრაგმატულობა. კი, რამდენი ხანია რძალ დედამთილი ხართ? 3 წელი. ამ ურთიერთობას მართავთ რითი? სიყვარულით ალბათ. ჯანეთ, ქმარი შეარჩია თუ დედამთილი გათხოვების დროს? ორივე ერთად. რასაკვირველია ეს ხუმრობით უბრალოდ გამიმართლა რა თქმა უნდა, რომ ვიპოვე ცხოვრების ნამდვილი სიყვარული. ცხოვრების ნამდვილი სიყვარული ღრმა ბავშვობაში ვიპოვე. მართლა რამდენი წლის ყავ? 6 წლის. 6 წლიდან იყო შენი ქმარი? დიახ. 6 წლიდან? დიახ. მეზობლები ვართ დილავით. ხო, და არასოდეს დამოვიწყდება გაცნობის მომენტი. 6 წლის ასაკში რო გაიცანი? დიახ. ჩვენ არ ვიყავით მაშინ ჩვენს ბავშვობაში განებიურებული ასეთი ატრაქციონებით და რაღაც მსგავსი სათამაშო სივრცეებით და ჩვენს корпуსებს ყოფდა ეგრეთ წოდებული მაღაზია, რომელსაც ქონდა მოპირკეთებული თითქოს სასრიალოს იმიჯით ესა გალავანი თუ რაც ქვია და მან სრიალები მოვიდა ძალიან ლამაზი ბიჭი. რამდენი წლის? მახსოვს რა ეცვა. ის 6-ის? წლისა და 7 თვის სხვა. 7 წლის. ხო, 7 წლის და რაღაცის, 8 წლის მაქსიმუმ. და უბრალოდ ძალიან ესეთი სანდომიანი ღიმილით მეკითხება რა გქოიაო და მე რასაკვირველია ვუპასუხე ასევე და გავცვალეთ კითხვები, სახელები, ვინ ხარ, მე ვარ ეს და იმ მომენტიდან მთელი სამყარო ჩემთვის ის არის, ხომ პატარა ვიყავი ანუ ძალიან. იმ დღე რო შეხვდი 7 წლის, 6 წლის და 8 წლის რო შეხვდით ერთმანეთს, იმ მომენტიდან იწყება შენი იმ მომენტიდან იწყება ჩემთვის მეგობრობის მცნების გააზრებაც, სიყვარულის, ნამდვილი სიყვარულის გააზრებაც და ცხოვრება როგორ უნდა გელამაზებოდეს და სამყარო როგორ უნდა დაგეტიოს გულში, აი იმ მომენტში. ანუ სცენარისტებო, მოდის მივხვდით რომ მხოლოდ მეგობრები არ იყავ? ჯერ კიდევ სკოლის ასაკში, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ სკოლის ასაკში, მაგრამ ასე ღიად ამაზე არ ვსაუბრობდით. კი, როგორ არა, ანუ მან მაშინ მალევე ამიხსნა სიყვარული, ხო, ამას ეძახით ბავშვობაში. ალბათ 9-10 წლისები ვიქნებოდით. და რა გითხრა? მიყვარხარ რომ მითხრა და მე მქონდა მაშინ არაადეკვატური რეაქცია, ხმრინება, მეღიმება. ხო მიცით როგორ იყო თავის დაფასების მომენტი რომ უნდა გქონოდა გოგოს. აუცილებლად რაღაცა მახინჯი სტერეოტიპი. კი, ძალიან. და დაიფას და ბიჭუნა გეხვეწეს რატო არავინ არ იყო? ხო, ძალიან. რატო გაგზავნდეს ამდენჯერ? არ ვიცი და მაგრამ ანუ არა ის იყო ყველაფერი ჩემთვის ეს მომენტი და შენ რა უთხარ? ვიფიქრებ თქვა? არა, რატომ გიყვარდა, ჩვენ ხო მეგობრები ვართ და არა, მეც მიყვარდა. მაგრამ მე არ ვითქობს რომ მიყვარს მაშინ. ის იყო ჩემთვის აი ესეთი კედელი და მე ამ კედელზე მიყრდნობილი ვიყავი მთელი ბავშვობა. ყველა ხას მაინც საყრდენი უნდა რა საბოლოო ჯამში რა, საბოლოო ეგ არის რა, ანაბანა. თქვენ გეცინებოდათ მისი პირველი ბავშვი ოჯახში მოყვა ამბავი. 6 წლის ბავშვმა მოყვა კი, ყველა მიცოდა რომ უყვარდა.
6 წლიდან მაგრამ იცოდით? უჯეროდა. ბავშვები არიან და არაფერია. და როდის მოხდით რომ აღარ არიან ბავშვები? არც ამხელი და ბოლოს უკვე 40 წლის გახდა და ჯერ არ არის 40 წლის ძალიან გთხოვ. მეუღლე არ დამიბერო. არ კიდე ვერ აღიქ. კიდე არ ამბობდა რომ მიყვარსო და მომყავსო. და საბოლოო ჯამში პირდაპირ ესე უკითხავს. გადაწყვიტა. შვილიშვილები თქვენია. კი, სრულად. კი. თქვენული თავიდან ბოლომდე. ყველანაირად. ოჯახში დიასახლეს თქვენ ხართ. კი, ოჯახს თქვენულით. კი. ეხლა მოდი რძალი მოყვება რა საკეთებს რძალი. უპირველეს ყოვლისა ვზრუნავ ჩემი ოჯახის წევრების ბედნიერებას. დავიწყოთ. ქუთაისელის ანუ სხვას არ სროლოდი სხვაფას. დილიდანვე განწყობის შექმნაზე. გავაგრძელოთ. ჩემი რუტინა, თუ რუტინა ქვია მაგას, თუ ტრადიცია, არის ის, რომ აუცილებლად დილით უნდა მივირთვა, რა დროც არ უნდა იყოს და რა დროსაც არ უნდა გავიდე სახლიდან, მანამდე აუცილებლად მათთან ერთად უნდა მივირთვა ფინჯანი ყავა, გულისხმობ დედამთილს და მამამთილს. აჰა. ეს აუცილებელი. და ისწავლეთ მეთადინა. შემდეგ ჩემი დღის გეგმას ვაცნობ ორივე მათგანს. უყვები დედამ თუ მამამთილს? აუცილებლად. რასაპირებ იმ დღეს? ჩემზე კარგად იცის ჩემმა მამამთილმა ჩემი რეჟიმი, რომელ საათზე სად მივდივარ, რა სპექტაკლი მაქვს, რომელ საათზე გამოვდივარ თეატრიდან, შემდეგ მომდევნო სამსახურში რომელ საათზე მივდივარ და სრულად მას აქვს პასუხისმგებლობა აღებული, რომ გადამაადგილოს უსაფრთხოდ და დროულად. ანუ ხალი ვარო ამამდე თქვა, შვილები მისცა დედამთილს დაასდებინებს, მამამთილი მანქანით დაატარებს. ანუ დიახ. მე არ ვიცი ამას რა ქვია. მათი დამსახურებით ვარ დღეს რასაც ვაკეთებ. რა საკეთებ, აბა ჩამოთვალ. ვემსახურები ქუთაისის სახელმწიფო თოჯინების თეატრს, სადაც სრული დაჭვირთვით გახლავართ ერთ-ერთი მსახიობი და გვაქვს სამუშაო რეჟიმი ესე აქტიური. ასევე საესტრადო თეატრალური სტუდია მაქვს დაფუძნებული უკვე 8 წელია და ფილიალიც მაქვს. გახლავართ ხელმძღვანელი და თეატრალური მიმართულების პედაგოგი. ასევე გახლავართ კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი, წამყვანი. მოზარდთა გასართობის სივრცის დამფუძნებელი და მწვეულებების წამყვანი. ეხლა შემეიცი რა მითხარი წეღარასაც გვსაუბრობდით რომ მეუღლე ემიგრაციიდან არ გინდა რომ გაუშვა, რომელიც იყო ემიგრაციაში. ეს შენი 6 წლიდან ნაფუთფუთები და ნალოლიავები ბიჭი არ გინდა რომ წავიდეს შორს. თუ მკითხავთ რომ დავშვათ როდის იგრძენი პირველი ტკივილი, როგორც ადამიანმა ცხოვრებაში პირველი ტკივილი ვიგრძენი მაშინ, როდესაც ჩემი მეუღლე ბავშვობაშივე წავიდა ემიგრაციაში. რამდენი წელი იყო? სკოლა რომ დავასრულე, მე რომ დავასრულე სკოლა, ბავშვები ვიყავით და თან წავიდა. ნინი რატო წავიდა? 25 წელი ვიცხოვრეთ. იქ ყველა ანუ გადახვედით სამსახურისთვის თუ აი რისთვის გადახვედით? რთული პერიოდი იყო და წავედის ყველა ოჯახით, ბავშვებიანად, საბერძნეთში. საბერძნეთში. და ფაქტიურად იქ შედგა მისი რაღაცა პროფესიული თვალსაზრისით როგორც ხდება. 25 წელი ცოტა ხომ არა? არა, რას ლაპარაკობ. 40 წლისაა სულ და ნახევარზე მეტი საბერძნეთში უცხოვრია. 17-ის იყო რომ წავედით. მთლიანად და ისე 10 წლისიც რომ იყო, მაშინაც ვიყავი, მაგრამ ბები აზრდი და დატოვილი მყავდა. და მე წაიყვანებ და მე წავიყვან. და იქ რა საკეთებდით? მუშაობდით, როგორც ყველა ემიგრანტი ის. თქვენი მეუღლე. ჩემი მეუღლე. ამ დროს შეყვარებული გოგოთ ქუთაისში ელოდებოდა თავის შეყვარებულს. საფულობით ჩამოდიოდა. აი მახსოვს, როდესაც წავიდა პირველად სამყარო დაცარიელი და ქუთაისის ერთად აღარ იყო ჩემთვის, ანუ გარეთ გამოსვლის სურვილიც კი არ მქონდა, ძალიან მეტკინა. ის ტკივილი ახლაც რაღაცნაირად აი რომ ვიხსენებ მაგ პერიოდს ახლაც ღრმად შინაგანად მტკივა. ხო და ნუ წავიდა, დიდი ხნით წავიდა სხვათა შორის და მაშინ არ იყო კომუნიკაციის ესეთი საშუალება როგორიც ახლა. და გეგონა რომ დამთავრდა თქვენი love story? ხო, რაღაცნაირად აი სიმღერა დავუწერე, მივუძღვენი, გავუგზავნე, წერილიც გავუგზავნე. როგორ მახსოვს და ну არ შედგა ჩვენი ურთიერთობა მაშინ, იმიტომ რომ არ დაბრუნდა დროულად და ну ახლა როგორც ხდება ხოლმე მე რაღაც გაიყო გზები ეგრეთ წოდებულად, თუმცა გონებაში და გულში ყოველთვის იყო. ანუ როგორც ის ჩემთვის, მისთვისაც მე როგორც აღმოჩნდა შემდეგ. მე როდის დაბრუნდა? შემდეგ სოციალური ქსელები ხომ რაღაცნაირად გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში და მახსოვს სოციალური ქსელით პირველად რომ ნახე მისი ფოტო.
გაზრდილა. ხო. აღმოაჩინა რომ ბავშვი გაზრდილა. კიდევ უფრო დამშვენებულა. აჰა. ხო და მაშინ იყო რომ აი წერი ანუ სოციალურ ქსელში როგორც არის მოკითხვა ხო აი ძალიან დიდი დრო გავიდა ძალიან ბევრი წელი გავიდა და სულ რაღაც ორჯერ შედგა ჩვენი შეხვედრა ამ წლების განმავლობაში რამდენი წლის მანძილზე 20 წელი გავიდა 20 წლის განმავლობაში 2-3 ჯერ ალბათ ერთხელ იყო ძალიან ისეთი მაგარი მომენტი რომ ეს ღვთისგანგება იყო თითქოს ბათუმში ვიყავი დასასვენებლად ჩასული და უბრალოდ ქუჩაში ძაღლით მყავდა და მაგას ვასეირნებდი და ვიღაცა მოეფერა ამ ბათუმში ქუთაისელი ჩავედი დასასვენებლად და ვიღაცა მოეფერა ჩემს ძაღლს და ავხედე და თვალებით შევხვდით ერთმანეთს. რასაკვირველია მანამდე რომ ჩამოვიდა სხვათა შორის პირველი ჩემთან ამოვიდა სახლში და მე ვნახა და ეს ძალიან მაბედნიერებდა, მაგრამ შემდეგ წავიდა და პირველი რომ ავიდა მასთან არ დავიწყებია. არასოდეს აბარა. აი რომ ჩამოვიდა მე უკვე შემდგარი ვიყავი როგორც აი ეს პროფესიული თვალსაზრისით. პროფესიული თვალსაზრისით და აი მანდ უკვე რაღაცნაირად ისეთი თემა იყო რომ ჩვენ ერთად აღარ უნდა ვყოფილიყავთ იმიტომ რომ ვაწყენინეთ ერთმა ოჯახს ვაწყენინე აი თავის დროზე არ გამოვყევი არ ისა ხოლმე თხოვა და უარი თქვა მსგავსი ოფიციალურად არა მაგრამ აი აღარ და ხო რაღაცა ეგეთი აღარ ისაა საბრძნეთში წამოდიო მითხრა მახსოვს 17 წლის ვიყავი ალბათ 16-ის თუ წამოხვალო მკითხეთ მეთქა რა არ წამოვალ და უფრო გაბრაზებული ვიყავ. შენი მთავარი ოჯახის წევრები შენი დედამთილი და მამთილი არის. კი. დედმამა მაინტერესებს როგორ რეაგირებს ამაზე. ჩემი დედმამა. ხო, მე მაგალითად ხარ რომ წარმოვიდგინე რომ ჩემი შვილისთვის მთავარი ოჯახის წევრები დედამთილი და მამთილი აბსოლუტ პირდაპირ გონები რომ ეგოიზმი ჩამერთვება. დედა ამაყობს ამით. ამაყობს. კი, ამაყობს იმით რომ მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ჩემი ოჯახის მიმართ სხვათა შორის დედასაც ძალიან უყვარდა დედამთილი და მათაც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. დედა კირჩხებია თქვენს დაბადების დღეზე დაბადება. 26 ივნისს? ვაიმე, რა კარგია. და განსაკუთრებულად უყვარხართ მასაც. ვაიმე, ძალიან დედას მოკითხვა. მაქსიმალურად ცდილობს რომ ამყვეს ჩემი დედამთილის განებიურებაში. მართლა რიციანებიურებ დედამთილს? დედამთილი რითი განებიურებს გავიგეთ, შვილები, ოჯახი, ყვარი, ყველაფერი გაქვს მოწესრიგებული. სიურპრიზებს მიწყობს, დაბადების დღეებს მიხდის. საჭიქ. თუ რაიმე უნდა მას, ხო მე ეგრევე ვცდილობ რომ გავახარო და ყველაფერი შევუძინო მაგალითად. ეხლა მოახერხებ იმას რომ ქმარი ემიგრაციაში არ წავიდე? ყველაზე მეტად ეგ მინდა რომ ჩემი მეუღლე არ იყოს ემიგრაციაში, ჩემ შვილებს უყვარს ფანატიკურად, ანუ უფროსი გოგონა 2 წლის არის და უკვე გააზრებული აქვს მამისადმი დამოკიდებულება და გრძნობები, რას ნიშნავს და უყვარს განსაკუთრებულად. რა თქმა უნდა მისი პირველი სიყვარულია. კი. და ანუ მე რომ ძალიან მეყვარს ჩანს. არ ვიცი ჩანს თორე მაგრამ ძალიან მიყვარს და ძალიან მინდა რომ არ წავიდეს ემიგრაციაში. რასაკვირველია ის არასოდეს არ იქნება ჩემს ხარჯზე, ხო, ესეთი არის. ხო. თავმოყარე და მამაკაცია და უნდა რომ რა თქმა უნდა აბარა ძალიან უნდა ვეცადო რომ აი რაღაცაში ისე ჩავრთო ჩვენთან საქართველოში რომ გაუსწორდეს თუ არა ან თუ არ გაუსწორდება და საპირწონედ არ იქნება იქ ხელფასისა მიუახლოვდეს მაინც რომ მქონდეს ოჯახისთვის სასურველი შემოსავალი და აი ძალიან ამიტომ ვეცადე რომ მქონოდა ჩემი კარაოკე სივრცე სადაც უნდა რომ მეუღლე დაასაქმოს და თვითონაც იქ იმუშაოს რომ მეუღლე არ წავიდეს ემიგრაციაში მინდა ძალიან და იმედი მაქვს რომ გამოვა ეს ყველაფერი დიდი იმედი მაქვს მე ხელ შევუწყობ ამის პრეზენტაციას და წარდგენას იმიტომ რომ იქნებ ერთი ემიგრანტი გადავარჩინოთ საბერძნეთში წასვლას და აქ აეწყოს ეს ბიზნესი, რომ ოჯახმა შემოსავალი მოიპოვოს. ამიტომ თუ მოზარდები ხართ და ქუთაისში ცხოვრობთ და გინდათ დაბადების დღეს გადახტა კარაოკეში და შეგიძლიათ რომ ამის სამართზე მიხვიდეთ. დიდი მადლობა. ეს არ არის რეკლამა ალბათ ყველა ხვდებით, ეს არ არის ფასიანი რეკლამა მეგობრებო. ანუ ცხოვრებაში მგონია რომ რაც არის მნიშვნელოვანი დეტალები ყველაფერი გაქვს. კი. როგორც ქალი რეალიზებული ხარ, შვილები ყავს და შენი საყვარელი მამაკაცი გვერდით არის და დედამთილში გაგიმართლა. ხო. ნიშნულოვანი. აი ნუ ყველაზე დედამთილსა და მამამთილში. ჩემს ხელმწიფეს ვერ დავჩაგრავ გენაცვალე. ანუ ახესია. თავარი ოჯახის წევრები ისინი არიან. კი, გამიმართლა და უფლისმადლიერი ვარ, რა თქმა უნდა. მგონია რომ ძალიან ტკბილი სიბერავი. ძალიან.
განსაკუთრებით თუ შვილი ემიგრაციაში არ წავა ახლა. კი. ანუ რო გეგმავდით სიბერეში როგორ უნდა არ ვიცი საერთოდ საქართველოს მქონია რომ ადამიანები ვერ გეგმავენ სიბერეს არა ყოველი დღის გადასარჩენად ცხოვრობენ რო ჯანეტი არა წასული ვიქნებოდი ახლაც ემიგრაციაში ხო მაგრამ არა ვერ წახვალო მე მჭირდება დახმარებაო და ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს რაც მე უნდა გამიკეთებინა თვითონ აკეთებს თქვენ ემიგრაციას ერთმანეთს ვეხმარებით ასე ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენ იმას აკეთებთ რაც შეგიძლიათ ჯანეტი იმას აკეთებს რაც შეუძლია ეგ არის ოჯახი ჩემ აზრით ოჯახი ეგეთი უნდა იყოს გესაუბრებით პროდუქტზე, რომელსაც ვიცნობ უკვე რამდენიმე თვეა, თითქმის 1 წელია, როდის ვიყავი კორეაში არც მახსოვს. მაშინ როდესაც PSP-ს წაგვიყვანა და მაშინ იყო ბუმი Round Lab-ის და მთელი ეს უკრაინელი ვლოგერები, რომელსაც მე ძალიან ვენდობი, იმიტომ რომ ძალიან ზუსტი განხილვა აქვთ ხოლმე ბრენდების და განსაკუთრებით კორეული ბრენდების ბუმი იყო მაშინ. საუბრობდნენ Round Lab-ზე და იყო ესეც წარდგენა მახსოვს, რომ კორეამ ჩაანაცვლა ლამერი და მაშინვე თვალში მომხვდა. ძალიან კარგი მარკეტინგული გათვლა იყო და საუბრობდნენ რამდენიმე ხაზე Round Lab-ის და ეს ყველა ჩამოვიტანე მე და ვხმარობდი დაახლოებით 6 თვის განმავლობაში. ეს ხაზი არის ზოგადად გამონაყარი და გრძნობიარე სახის კანისთვის, რომელიც რეაგირებს ყველაფერზე, მათ შორის მზის ხივზეც კი. მოდი დავიწყოთ მწვანე ხაზით. მწვანე ხაზი არის იმ შემთხვევაში, თუ სახე გაქვთ გაღიზიანებული, გაქვთ გამონაყარი და აკნესკენ მიდრეკლის კარგად ბანს სახეს, როდესაც მაკიაჟს ვიშორებთ და არ აღიზიანებს სახის კანს. წითელი ხაზი არის ბუნებრივი კოლაგენი და მე ზოგადად, როდესაც კორეულ ბრენდზე ვამბობ, ბუნებრივი კოლაგენი, ბუნებრივი ჰიალურონი, თქვენ იცით რომ კორეის პროდუქტები განსხვავდება სხვა ყველა პროდუქტისგან იმით, რომ არის ბუნებრივი, არის ბალახი, არის წყალმცენარე და შესაბამისად გაცილებით უფრო მეტი გარანტია იმისა, რომ ეფექტი მეტი იყოს. მე ამიტომ მიყვარს კორეული ბრენდი. საყვარელი და გამორჩეული ხაზი, ყვითელი ხაზი და რატომ? ვისაც გიყვართ C ვიტამინი, ვისაც გიყვართ რეტინოლი, ეფექტის თვალსაზრისით შეიცავს არც რეტინოლს, მაგრამ და ამიტომაც კარგია ახლა გაზაფხულზე და ზაფხულზე მისი მოხმარება. მაგრამ C-ს და რეტინოლის რა ეფექტი გვიყვარს ჩვენ ბზინვარება და მინდა რომ განახოთ როგორი ტიპის კაფსულები აქვს, რაც იძლევა აბსოლუტურად სხვა ეფექტს. აი ეს კაფსულები, კარგად შე როგორ ხარ? ეხლავე მოვალ აი ეს კაფსულები ხდება ესეთ როგორ თქვა ერთგვაროვანი მასის მიღება ამ კაფსულებიდან დილა საღამოს ვისვამე ეხლა იმიტომ რომ მივიღო სახის ბზინვარება და მივიღო ზუსტად ის ეფექტი რასაც ვიღებ ზამთარში C ვიტამინისგან და რეტინოლისგან ანუ სახის ბზინვარება და ამონათება ეს არის ეს ეფექტი თუმცა მე როგორც ვიცი ნიაცინამით შეიცავს კი შეიცავს ნიაცინამით შეიცავს რაც ნიშნავს იმას რომ აკნევისაც გვაწუხებს ჩვენთვის არის ძალიან კარგი და ვისაც გამონაყარი გვაწუხებს აი მაგალითად მე ახლა ამ ბოლო პერიოდში ეს კოლაგენი როგორც გითხარით, ეს მგრძნობიარე სახის კანი. Round Lab-ი რომ იცოდეთ არის საქართველოში უკვე, საიტებიდან მისი გამოწერა აღარ გჭირდებათ და მისი ექსკლუზიური შემოტანი ამ ქვეყანაში არის PSP. გოგოებო გილოცავთ.